Თქვენ საუბრობდით საერთაშორისო ამბავზე და მართლაც ალბათ ძალიან ამ ბოლო თანამედროვე ისტორიის განმავლობაში ალბათ ეხლა არის ის პერიოდი, როდესაც უნდა იყოს ძლიერ ალიანსებში. Იმიტომ რომ სოფლიო იცვლება, ამ ცვლილებებს რა თქმა უნდა თან ახლავს თავისი რისკები, მაგრამ ასევე უდიდესი შესაძლებლობები. მაგრამ ამას მარტო ერთ-ერთი ქვეყანა ვერ გამოიყენებს, მით უმეტეს ჩვენ. ამიტომ ჩვენ გვჭირდება ეს არის ალიანსების ეპოქა, ალიანსების დრო და სახელმწიფოებს უწევთ არჩიონ, რომელ მხარეს იდგებიან. და ბუნებრივია ახლა ეს რომ უნდა არჩიო ის, რომელიც არის შენს მიმართ ყველაზე კეთილგანწყობილი, შენი მეგობარი და ამასთანავე ძლიერი. ესეთი ალიანსი არის ევროკავშირი და ნატო. და სამწუხაროდ ქართული ოცნება დაკავებულია იმით, რომ მათ ელჩებს რაღაცებს აბრალებს, აი კარდებზე საუბრობდით, თქვენ კარდებს ამზადებს ელჩებზე, დასცინის, თავს ესხმის, შეურაცხყოფას აყენებს, რაღაც კონსპირაციებს უგონებს და ქვეყანას შეყავს ისეთ ჩიხში და ეს ერთი მხრივ განპირობებულია მათი ამ ინსტინქტით, რომ ესეთი ავტორიტარული და ქვეყანა რაღაცა ჯიბეს ჩაიდონ და ერთხელ დაიჭირონ და შემდეგ, მაგრამ ასევე უვიცობითაც. სუფთა უვიცობითაც განპირობებულია რა, იმიტომ რომ მათ არ აქვთ უნარი, არ ყავთ დიპლომატები, რომლებსაც შეუძლიათ ისაუბრონ იმ საკითხებზე და იმ ენაზე, რომლითაც საუბრობს თანამედროვე ცივილური სამყარო. ხა წარმოიდგინეთ, რა ვიცი, მიხეილ ყავალაშვილს უნდა გაუშვა, ხა ვისთან სალაპარაკოთ უნდა გაუშვა. აი რაზე უნდა ელაპარაკოს. ხო, ამიტომ ეგ ორი ამბავი ძალიან რამ. ერთი არის რომ მათ ისინი ფიქრობენ რომ რაც უფრო იზოლირებული იქნება ქვეყანა, მით უფრო ადვილად გააკონტროლებენ და მეორე მხრივ არა აქვთ იმისი კომპეტენცია და უნარი რომ რაიმე შეცვალოს. თქვენ დაკარგული დროის და ზიანის ანაზღაურებაზე საუბრობდით, ამ პარტიის ხელში შეუძლებელი, ამ პარტიას არც უნდა ეს და არც შეუძლია. და ამიტომ არის ცვლილებებისთვის ბრძოლის გაგრძელების და ბრძოლის გაუმჯობესების და განვითარების დრო. ლევან, ეს სადმე ვინმეს გაშვება კიდევ დამატებიც არის კვავინაიდან არის ასეთი ვარაუდი და ეჭვი ლეგიტიმური, რომ აი ამ მოძრაობის პროცესში მოიძულა მან სწორედ ღარიბაშვილი, ლილუაშვილი იეჭვიან არა, რომ მათ მიმართ სანქციები არ დაწესდა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. ანუ აქ კიდევ პარანოის მასშტაბები არის დამატებით. არავის ენდობა ეს ადამიანი, არავის და შესაბამისად ამ ხალხის სადმე დამატებით ზედმეტი მოძრაობაც მისთვის არ არის კომფორტული, მით უმეტეს რომ ვინც სად არ გაუშვა, ვერავინ ვერაფერი ვერ მოუგვარა. კი, ძალიან მოკლე საბელზე უნდა ყავდეს ყველა ეს. ახლა აი ამ პროცესში თლად სასარგებლო მისთვის არის თუ არა უკვე ამ კონტექსტში ხომ არ ხვდება უკვე რომ მან აი ამ იზოლაციით საკუთარი რაც ყველაზე მეტად უნდოდა უსაფრთხოება, ფულის შოვნა, ფინანსების რაღაცნაირად კარგად მოგვარებულად დაბინავება და იმის ხარჯვაზე ხელმისაწვდომობა, რომ ეს დაკარგა და აი ამისი აღდგენის შანსები უფრო და უფრო უმცირდება, რაც მეტად ხდება იზოლირებული. მე ვფიქრობ, რომ აი ეს თვითგადარჩენის ინსტინქტი მათ რაღაცას კარნახობს, რომ რაღაც იქნებ შეცვალონ, რაღაც ახალი ენა იპოვონ, რაღაც ახალი გზავნილი ააწყონ, რომლის გარშემოც თავისი პოლიტიკის იდენტობის გადაწყობა შეეცდებიან, ხო, ვითომ კორუფციასთან ბრძოლა, ვითომ რაღაცა ფასებზე, ამ დროს ეს ყველაფერი მაინც შიდა განგსტერული, ბანდიტური გადანაწილებებია მათ შორის, ხო? მაგრამ ისეთ ჩიხში შეიყვანეს იმ ხალხმა, რომელიც ამ საქმეში იყო, რომ მე არ ვიცი მანდედან როგორ გამოვლენ. იმიტომ რომ აქედან გამოსავლის ორი გზა არსებობს მხოლოდ მათთვის. ერთი ეს არის რომ წინააღმდეგობა სრულად გაანადგურონ, ფიზიკურად მოსპონ, ანუ ყველა ციხეში გამოკეტონ, ყველა ადამიანის განსხვავებული აზრი აქვს, სახლში შეკეტონ, სულ ყველა აკრძალონ, ყველაფერი დახურონ, ყველაფერი და დამთავრონ და ყველაფერი ქალაქში ჩიტიც ვერ გაიფრენს რაღაცების გარშემო, ხო, მაგრამ ეგ ხო არ გამოდის, თორე ეგ რო გამოსვლადი იყოს 400 დღეზე მეტი გავიდა, ხო, აქამდე რაღაც გამოუვიდოდათ. და მეორე გამოსავალი არის ის, რომ მნიშვნელოვნად შეცვალონ ის კურსი, რომელსაც ის ადგანან, მაგრამ ამისი ეშინიათ. ამისი ეშინიათ, იმიტომ რომ ისინი ფიქრობენ, რომ ნებისმიერი კომპრომისი, ნებისმიერი პრინციპში სწორი გადაწყვეტილება მათ აბსოლუტურად ჩამოანგრევს რა. ამიტომ ძალიან ცუდ დღეში არიან, მე ამაზე საერთოდ რა თქმა უნდა არ ვინაღულებდი, ეს რომ ჩვენ ქვეყანას არ ეხებოდეს, ხო? და ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ის, რომ ჩვენ მოვემზადოთ იმ პერიოდისთვის
როდესაც ეს პარტია ჩამოცილდება ხელისუფლებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმე, ანუ აი ზუსტად დაკარგული დროის და ზიანის ანაზღაურებაზე რო საუბრობდით, ბევრი აგური ჩვენ სამომავლო საქმეებისთვის ახლა უნდა მოვამზადოთ და დავდოთ, რომ მერე ძალიან ბევრი დრო არ დავკარგოთ, იმიტომ რომ როდესაც ეს პარტია ჩამოცილდება ხელისუფლებას და ეს აუცილებლად მოხდება და მოხდება არა იმიტომ რომ მე ეს ასე მინდა, არამედ უბრალოდ მსგავს ქვეყნებში მსგავსი რეჟიმები ვერ ძლევენ უბრალოდ აი ბევრ ასეთ ანალოგიას ვერ მოვიტანთ რა. ამიტომ ისინიც ვერ გაძლებენ ლეგიტიმაციის გარეშე, საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე, ხალხის მხარდაჭერის გარეშე, ხო? და ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმ მომენტისთვის, როდესაც ისინი აღარ იქნებიან ძალაუფლებაში. აი შეკითხვა მაქვს აქ ახსენა გიორგიმაც რომ რეგიონში ჩამოდის ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი. სოფო მახსენა რომ საქართველოს არსად არ არის და ეს ნამდვილად ასეა ფორმატებში არ არის, მაგრამ სხვა კუთხით არის თუ არა, ეს მაინტერესებს. აი ის რომ დავოსში არ არის არ მიიწვიეს. ის რომ აქ ჩამოდის შეერთებული შტატების მეორე პირი და საქართველოში არ ჩამოდის, ანუ რეგიონში ჩამოდის, მაგრამ საქართველოში არა. და რაღაც ფორმატებში, სადაც წესით უნდა ვიყოთ, გამოტოვებულია, აი მშვიდობის საბჭო ახსენეს, იქ არ არის, ყოველ შემთხვევაში ამ დრომდე არავის გამოუგზავნია მიწვევა, მე რა იქნება, არ ვიცი, ხო? ანუ საქართველოს სადღაც დღის წესრიგში მაინც არის როგორც ჩანს და ადამიანები გადაწყვეტილებების მიმღებები რაღაც დონეზე ყოველ შემთხვევაში ამბობენ რომ არა ამ კაცის რეჟიმი არ შეიძლება სადმე იყოს მიწვეული. აი სწორედ ამ კუთხით მაინტერესებს ახლა. ანუ საქართველოს ადასტურებს თუ არა ეს რომ საქართველოს საინტერესოა მათთვის, მაგრამ ივანიშვილი არ შეიძლება სადმე მიიწვიონ. კი და არამხოლოდ გეთახმებით და არამხოლოდ თქვათ აი საქართველოს ტრადიციული პარტნიორებისთვის არის ასე. არამედ იმ პარტნიორებისთვისაც, რომლითაც აი ეს არაკომპეტენტური ვითომ პოლიტიკოსები ფიქრობდნენ ევროკავშირის და შეერთებული შტატების ჩანაცვლებას. ხო, რომ აქ ჩამოვა რაღაც უზარმაზარი ჩინური ინვესტიციები და არანაირი პრობლემა არ გვექნება, მოვიტანთ ახლო აღმოსავლეთიდან ფულს და ასე შემდეგ, მაგრამ მათ ხო ეხა თუ ლაპარაკობთ ჩვენ ლეგიტიმურ ინვესტიციებზე, ხო, ვიღაცას ფულის გათეთრება შეიძლება მოუნდეს, მაგრამ ეგ არ არის საკმარისი სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის. ხო, ეგ შეიძლება ვიღაც გამდიდრდეს და მე ერთმანეთი დაიჭირონ, მაგრამ ლეგიტიმურ ინვესტიციებს რაც შეეხება, როგორიც იქნებოდა ინფრასტრუქტურა, დიდი სერიოზული ინვესტიციები და რაღაც საცხოვრებელი კორპუსები, ხო? იმ ხალხსაც, ვისითაც ისინი ცდილობდნენ ევროპული და ამერიკული ინტერესების ჩანაცვლებას, არ უნდა სანქცირებულ კეთროვან რეჟიმებთან თანამშრომლობა და იქ ფულის ჩადება, იმიტომ რომ მათთვის საქართველოს და ნებისმიერი მთავრობა, რომელიც შეიძლება იყოს ამ ქვეყანაში, მაშინ არის და მხოლოდ მაშინ არის საინტერესო, როდესაც ის ღია დასავლეთისთვის, როდესაც აქედან ადვილად შეიძლება იქ ბიზნესის კეთება. რაც შეეხება პოლიტიკას, ხო? პოლიტიკა შეერთებულ შტატებს განსაკუთრებით რეგიონის მიმართ უნდა ვთქვათ, რომ კარგა ხნის განმავლობაში გამოკვეთილი არ ქონდა, სხვა პრიორიტეტებით იყო დაკავებული და ახლა როგორც ხედავთ, ეს პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში უფრო და უფრო ფორმირდება. და ეს აუცილებლად მოიტანს იმის გააზრებას, რომ ის პროექტები, რომლებიც შეიძლება მხოლოდ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის, ბოდიში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის განხორციელდეს, ვერ იქნება იმდენად წარმატებული საქართველოს სრულფასოვნად მასში მონაწილეობის გარეშე. მაგრამ საქართველოს სრულფასოვანი მონაწილეობა ამ რეჟიმის პირობებში შეუძლებელია, იმიტომ რომ ის არის არასანდო რეჟიმი. ყველამ უკვე იცის, რომ ის არის არალეგიტიმური და არალეგიტიმური არასტაბილურიც არის. დღეს შეიძლება მაგარ ბრიფინგებს ატარებდნენ და თვითონ უქნებდნენ ხალხს, რომ ტროტუარზე არ დადგეთ, თორე ციხეში ჩაქსვა, მაგრამ ხვალ შეიძლება ისე შეიცვალოს რაღაცები, რომ მათი მიცემული ყველა პირობა აღმოჩნდეს უბრალოდ განულებული. ამიტომ ლეგიტიმაციის ნაკლებობა მათთვის ბიზნეს პრობლემაც არის. კი ბატონო, ოპოზიცია როგორ უწყობს ხელს ამ დღის წესრიგს, რომ ეს დღე მოვიდეს მალე. ჩვენ ნახეთ ამ კვირის ერთ-ერთი სიახლე გახლდათ ის, რომ გიორგი ვაშაძემ დატოვა ციხე, თუმცა მიუხედავად
მიღწევად ამისა ციხეში კვლავ რჩებიან პოლიტიკური პატიმრები, თან რომ მოუყვებით ოდესმე, რატომ იჯდა ეს ხალხი ციხეში 7 თვის განმავლობაში, თუნდაც ეს მართლად ისტორიის წიგნში ჩასაწერია, უახლესი ისტორიის წულუკიანის არალეგიტიმურ კომისიაზე არ მისვლის გამო, მაგრამ ხო რეჟიმი ამბობს, რომ ციხის გასაღებიც მასა აქვს, სასამართლოს გასაღებიც მასა აქვს. მე რა რომ მას არ დაუჭირა ხალხმა მხარი, მან მიიტაცა ძალაუფლება და ახლა აკონტროლებს მას. თქვენ გითქვით, რომ ეს დღე შეიძლება მალე მოვიდეს, მაგრამ ოპოზიციას რაზე აქვს დღეს შეხვედრები, რის ჩამოყალიბებას ცდილობთ და რამდენად გამოგდით? მე შემიძლია გითხრათ, ჩვენ თავისუფლების მოედანი რაზე მუშაობ და ასევე სხვებთანაც რაზე თანამშრომლობთ, ხო? ზოგადად ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმისთვის, რომ ივანიშვილის პარტია დე-ფაქტოდ ჩამოვაცილოთ ძალაუფლებას, რამდენიმე რამე უნდა მოხდეს. პირველი საზოგადოების უმრავლესობამ უნდა თქვას, რომ ეს პარტია აღარ მინდა. ეს გარკვეულწილად მიღწეულია დიდწილად უფრო სწორად, მაგრამ კიდევ სხვა პირობებია. მეორე, ამ საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომ პოლიტიკური ბრძოლა მოიტანს წარმატებებს და უნდა ჯეროდეს პოლიტიკური ბრძოლის. მესამე, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ საერთაშორისო მხარდაჭერა დემოკრატიისთვის საქართველოში და საერთაშორისო იზოლაცია ქართული ოცნების რეჟიმის. მეოთხე, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ არსებობს უკეთესი ალტერნატივა ან ალტერნატივები. მეხუთე, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა შეიცვლება მერე და მეექვსე, იმ ხალხმა ან გავლენიანმა აქტორებმა, ვინც ჯერ კიდევ უჭერენ მხარს ქართულ ოცნებას, უნდა ჩათვალონ, რომ მათთვის აქტიურად მხარის დაჭერა აღარ ღირს. აი ეს 6 რამ არის, რაც ჩემი აზრით არის მისაღწევი იმისთვის, რომ ისინი რეალურად მოვიცილოთ ძალაუფლებიდან. ამისათვის ჩვენ რამდენიმე რამეზე ვმუშაობთ, აი მე რო საუბრობდი რა შეიცვლება, ამასთან დაკავშირებით ჩვენ რამდენიმე ხნის წინ გამოვაქვეყნეთ ჩვენი ხედვაც გარდამავალი პერიოდის და 8 თებერვალს აიგივე ცვლილებების, პოლიტიკური გზის და ასევე ალტერნატივებთან დაკავშირებით, რომ აბა ვინ შეიძლება იყოს ალტერნატივა, 8 თებერვალს ჩვენ გეგმავთ საზოგადოებრივ ასამბლეასთან ერთად დიდ მასობრივ სამოქალაქო ფორუმს იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს მომავლის საქართველო. ჩვენ მართლა ახლა უნდა დავინახოთ ის, თუ რას გვინდა მივაღწიოთ ამ ბრძოლით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არა მხოლოდ რას გვინდა მივაღწიოთ, არამედ ასევე იმასაც, ისიც, რომ ჩვენ დავინახოთ, თუ რამდენი სერიოზული, პროფესიონალი, პატიოსანი, მწოდნე ადამიანი არის გაერთიანებული იმ იდეის გარშემო, რომ ეს პარტია უნდა წავიდეს და მის ადგილას უნდა მოვიდეს უფრო სანდო, უფრო მწოდნე და უფრო პატრიოტი ხალხი. მეორე პუნქტს რომ დავუბრუნდეთ, მე უფრო ეს ვიკითხე. აი თქვენ მეორე პუნქტს ეს პროექტები, რომელიც იდება, ან პროგრამები, როგორი უნდა იყოს სამომავლოდ ეს ქვეყანა, შესაძლოა მოსწონდეს ბევრს, მაგრამ მას უნდა სჯეროდეს, რომ ეს ხალხი, ვინც ამაზე ესაუბრება, აღმოაჩენს პოლიტიკურ შესაძლებლობებს იმისთვის, რომ ეს დრო დადგეს. აი ამ ფლანგზე რა ხდება, ყველა სათითაოდ ამბობს, რომ თვითონ მუშაობს რაღაცაზე, რაღაცეებში ერთმანეთთან თანხვედრაში არიან, მაგრამ ძალის გამოსხივების ნაწილში, თუნდაც პირველი პუნქტისთვის, რომ უფრო მეტმა დაიჯეროს, რომ აქ ცვლილება შესაძლებელია ასე შემდგომ, რამე რეალურს ვნახავთ თუ არა უფრო ამ დღეებში, რაც ასხივებს ცვლილების რწმენას, ძალას და შესაძლებლობას ერთად. მე ვგულისხმობ, მაინც ამ კოორდინაციის პროცესს უბრუნავთ. ჯერ კოორდინაციაზე უნდა ვთქვა, რომ კოორდინაცია პრინციპში შეიძლება ითქვა სხვადასხვა ინტენსივობით, მაგრამ სულ იყო და არასდროს არ გამქრალა, ჩვენ ყოველთვის ჰქონდა ერთმანეთთან ურთიერთობა და ბევრ რამეში პოლიტიკური პარტიები ოპოზიციის მხარეს გაერთიანებული უკვე დიდი ხანია ვართ. ეს იქნება ის ამოცანები, რასაც გვინდა მივაღწიოთ, ხო? პოლიტიკური დღის წესრიგი, მაგალითად, რომელიც პრინციპში შექმნა ოპოზიციამ იმ ორი მთავარი მოთხოვნის გარშემო, ხო, რომ თავისუფლება პოლიტპატიმრებს და ახალი არჩევნები, ბრძოლის პოლიტიკური ფორმის გარშემო და ასევე სხვადასხვა ესეთი საკითხების და მოვლენების გარშემო იქნება ეს თქვათ ამ გაყალბებული ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტი თუ რაიმე სხვა. ამიტომ რაღაც დონეზე არსებობს ეს ყველაფერი. ხა ძალის გამოსხივებას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ყოველთვის შეიძლება ნეტის და უკეთ გაკეთება, თუმცა არსებულ პირობებში რა თქმა უნდა ბევრი რამე ძალიან რთულია, მაგრამ მე ასევე მგონია, რომ 8 თებერვალი იქნება ერთ-ერთი ასეთი მომენტი, როდესაც საზოგადოება დაინახავს ზუსტად იმ ძალებს, იმ ადამიანებს, იმ ხალხს, რომლებსაც მართლაც შეუძლიათ ცვლილებების მიღწევა და შეიძლება მათ ექსპო ჯორჯიაზე ერთი კონკრეტული კითხვა გავაგრძელოთ. ასეც შეკითხვა დაგისვათ სოფო.
ერთ-ერთ თქვენს ინტერვიუს გამოსვლას უსმინე ჩვენს არხზე ამ დღეებში და პრეტენზიით არ იყო თქვენი მხრიდან ნათქვამი, მაგრამ შევატყვე, რომ პოზიტიური აგრესიით იყო მაყურებლისთვის შეთავაზება. მართლა არა იყო, რა გამახსენე. აი, როდესაც რაღაც ნაკლოვანებებზე კი, იმიტომ რომ შემტევი იყო რა, უტევდა. ახლა რო წნარად ლაპარაკობ, თლათ ესე კი არ იყო, არამედ უფრო ისეთი შემტევი და დინამიური იყო, რაც სჭირდება ზოგჯერ პოლიტიკოს. რაღაცა ობიექტური პრეტენზიები კი არა, კრიტიკული შეკითხვები დაისვა და მათ შორის პოლიტიკური პარტიების გავლენის ხარისხზე, დონეზე, იმასზე, რომ ხარისხი უკეთესი გვინდა და ასე შემდეგ რაღაცა და თქვენ თქვით ესეთი რაღაცა, რომ მესმისო, ეს ყველაფერი მართლაც ესია, ჩვენ არ ვართ საუკეთესო ფორმაში, მაშინ ავტორიტარიზმის არ იქნებოდა, მაგრამ თუ გინდათ რომ თქვენთვის მოსაწონი, თქვენი იდეების გამზიარებელი კი არა, გამკეთებელი პოლიტიკური პარტიები იყოს და ლიდერები გამოხატავდნენ ამ შეკვეთაზე ხელ. ერთ-ერთი სწორი გამოსავალი არისო, რომ გაწევრიანდით ამ პარტიებშიო და აი მოდითო მაგალითად თავისუფალ მოედანში. ძალიან მაინტერესებს თქვენი ასეთი გამოსვლების შემდეგ დინამიკა შემოსვლელების მატულობს თუ არა, ნუ ნახევრად ხუმრობთ გეკითხებით, მაგრამ მართლა მაინტერესებს, იმიტომ რომ აი პოლიტიკური პარტიების მშენებლობის კუთხით როგორი სიტუაციაა, იმიტომ რომ თქვენ არასამთავრობოდან ბევრ საქმეს აკეთებდით ამ მხრივ, რომ პოლიტიკურ პარტიებს თავისი ინფრასტრუქტურები განავითარებინათ, პარტიის პასპორტი მოემზადებინათ, ეხლა ისეთი ტერმინებია, რომელიც შეიძლება ფართო საზოგადოებისთვის ცოტა გაუგებარი იყოს, მაგრამ თანამედროვე პოლიტიკური პარტიების იერსახეც და შინაარსიც და ფორმად შეეძინა და ახლა როცა უშუალოდ თქვენ შეეჯახეთ ამ გამოწვევებს, როგორ მიდის ამ ხრივ საქმე და რა რჩევები გექნება თუნდაც აგრესიული ტონით ჩვენი მაყურებლები? არა, აგრესიული რატო? მაგრამ მოუწოდებდი მართლა, იმიტომ რომ მართლა რაღაც ჩვენ თუ აღარ გვინდა რომ ის დაგვემართოს, რაც ადრე დაგვემართა, როდესაც ველოდით ვიღაცას, რომელიც მოვიდოდა უკვე ყველაფერი დახჭურვილი და მოგვიგვარებდა ამ პრობლემებს. ეგეთმა მოლოდინებმა შექმნა პრინციპში გარკვეულწილად ის ვითარება, რომელშიც ახლა ვართ. ამიტომ ჩვენ თვითონ უნდა შევქმნათ ჩვენი მომავალი და ამ მომავლის ნაწილი არის პოლიტიკური პარტიები. პოლიტიკურ ბრძოლაში გამარჯვება სჭირდება პოლიტიკური ორგანიზება, პოლიტიკურ ორგანიზებას სჭირდება პოლიტიკური პარტიები, რომელიც არის ურთულესი საქმე მით უმეტეს ამ პირობებში. აი ჩვენ მაგალითად ერთი წელი დაგვაკარგინა ქართული ოცნების ბიუროკრატიამ იმისათვის, რომ უბრალოდ რეგისტრაცია მიგვეღო. ერთი წელი დავკარგეთ ამაზე, უამრავი დრო, უამრავი რესურსი და ეს იქნება ერთ-ერთი რჩევა. ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება ფიქრობს, რომ მე ახალ რაღაცას დავიწყებ, მაგრამ ძალიან რთულია ახალი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბება. თავისუფლების მოედანი ვართ ღია და დემოკრატიული პარტია, აქ ვართ და შეუძლიათ ადამიანებს შემოგვიერთდეთ და ერთად განვითარდეთ. წევრები გვემატებიან. მე ვფიქრობ უახლოეს ხანებში ასევე კიდევ გაგაცნობთ სხვა ადამიანებსაც, მაგრამ ახლა დაკავებული ვართ ამ დიდი სამოქალაქო ფორუმის ორგანიზებით, მაგრამ აი ამ ერთი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რეგისტრირებული მხარდამჭერი მოვაგროვეთ, ახლა უკვე გადავდივართ მათ პარტიის წევრებად რეგისტრაციაზე და ამ შემდეგ და მიუხედავად აი ბევრი სირთულისა, რაც დღეს არის, მე აი ამ ჩემ ურთიერთობებში იქნება ეს თბილისში შეხვედრები თუ სხვაგან შეხვედრები, გრძნობ იმას, რომ რეალურად ქვეყანაში მართლა არსებობს ძალიან დიდი მოთხოვნა პრინციპულად ახალ პოლიტიკურ პარტიებზე. ძალიან დიდი მოთხოვნა და თან პოლიტიკური სპექტრის პრაქტიკულად ყველა მხარეს. თავარი, რაც ხდება, თქვენ ახსენეთ 400 დღეზე მეტია, ეს უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს და ვფიქრობ თქვენც დამეთანხმებით, რომ ეს არის თავარი საყრდენი ქვაკუთხედი, ასე ვთქვათ, იმ პროცესებისა, რაც ახლა საქართველოშია, ხო? აი ეს უწყვეტი პროტესტი და ის ხალხი, რომელიც ყოველდღიურად იბრძვის ქუჩაში. ამასთანავე ყველა ხვდება იმას, რომ ამ პროტესტს სჭირდება გაძლიერებაც და გაფართოებაც. პოლიტიკური პარტიების როლი საზოგადოებრივ პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად შემოდის სწორედ აქ. ახლა ბევრი ლაპარაკია ერთობაზე თუ გაერთიანებაზე, არ ვიცი რომელი სიტყვა იქნება უფრო სწორი ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ შეიძლება რაღაც სხვადასხვა ხედვები აქაც იყოს, ერთობა, კოორდინაცია თუ გაერთიანება, ყველა სხვადასხვა შინაარსებს, მაგრამ არის მოლოდინი, რომ რაღაც ერთობის დოკუმენტიც დაიდება ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში.
ეს ერთია და ვნახავთ 2-3 კვირაში ალბათ ამას როგორ მოახერხებს ოპოზიცია. მაგრამ როცა მოახერხებს რაღაც ფორმით, ამის შემდეგ რა უნდა იყოს დღის წესრიგი? ეს ხომ არ არის ორდინარული სიტუაცია, როდესაც წინასაარჩევნოდ ვიღაცები ერთიანდებიან, იმიტომ რომ იციან, რომ წინასაარჩევნო კამპანიაა და არჩევნები უნდა მოიგო. ჩვენ საერთოდ სხვა სიტუაციაში ვართ. ჩვენ ვართ მიტაცებული არჩევნების შემდგომ პერიოდში და ამ ბრძოლამ უნდა ჩამოშალოს რეჟიმი იმ დონემდე, რომ შემდეგ გადადგეს მთავრობა და იყოს არჩევნები. აი როგორ წარმოგიდგენიათ ეს დღის წესრიგი, როდესაც პოლიტიკური პარტიები და პროტესტი იქნებიან ერთად იმგვარად, რომ პოლიტიკური პარტიები შეასრულებენ დღის წესრიგის შექმნის ფუნქციას. ეგ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკური პარტიების როლი და ერთ-ერთი მთავარი, ალბათ საერთაშორისო ფუნქცია ეხლა და აქ ამ დროს აქ საქართველოში არის ის, რომ აი ეს პროტესტის ენერგია გარდაქმნას ორგანიზებულ პოლიტიკურ ძალად და ორგანიზებულ პოლიტიკურ წავიდა ის დრო, როცა ამბობდნენ, რომ აი არ გვინდა პოლიტიკოსები. ეს დრო წავიდა, ახლა პირიქითაა ამბავი. პირიქით არის, ხო, რა თქმა უნდა, კი, აბა პოლიტიკურ ცვლილებას და მე ამ პოლიტიკურ ცვლილებაზე პასუხისმგებლობა ვიღაცამ უნდა მაიღოს. არა, ამიტომ პოლიტიკური პარტიების ამოცანა დღეს ჩემი აზრით ეს არის და ასე ვხედავთ სწორედ თავისუფლების მოედანი, რომ აი ეს ენერგია, რომელიც არის ამ პროტესტში, უნდა გარდაიქმნას უფრო სტრატეგიულ ორგანიზებულ პოლიტიკურ პროცესად. ეს რა თქმა უნდა ასევე მოითხოვს თანამშრომლობას და კოორდინაციას სხვებთანაც. ჩვენთვის ეს ყოველთვის უფრო მარტივი იყო, იმიტომ რომ თავისუფლების მოედანი შევიქმნით როგორც რაღაც აგორა, თავისუფალი ადამიანების სივრცე, სადაც ჩვენ მსჯელობდით და პოლიტიკურ ორგანიზებისთვის რაღაც ნაბიჯებს ვდგამდით. და ხშირად ჩვენ თვითონაც ყოფილ ვართ კოორდინაციის, თანამშრომლობის მოთავე და არ ყოფილა ასეთი მაგიდა, რომელთანაც ჩვენ არ ყოფილ ვართ და ზურგი შეგვექციოს მისთვის. ხომ, ამიტომ ახლაც ბევრი დისკუსია ამ საკითხზე, ჩვენ ყველგან ჩართული ვართ და რა თქმა უნდა მივესალმებით ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც საერთო მიზნებს მოემსახურება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ასეთი შეთანხმებები იყოს. იქნებით ხელმომწერი იმ დოკუმენტის, რაც ვიკითხე, რაც ხო, უნდა დამუშავდეს ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა ეს თუ იქნება ისეთი, რომელზეც ჩვენს ჩავთვლით, რომ მართლაც ემსახურება და ჩვენ ძალისხმევას ჩავდეთ იმაში, რომ ასეთი იყოს, რა თქმა უნდა, ხო, ამასთანავე ვიტყვი იმას, რომ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თავისუფლების მოედანმა რაღაცა თავი უნდა გაიუქმოს და აღარ არსებობდეს, ხო? იმიტომ რომ მე მჯერა იმის, რომ ჩვენ დღეს გვეკისრება ძალიან მნიშვნელოვანი მისია, რომ შევთავაზოთ ქართულ საზოგადოებას პრინციპულად ახალი პოლიტიკური ოჯახი ქვეყანაში, რომელსაც ბევრი მოქალაქე საქართველოში ეძებს. და ამიტომ ეს ორი საქმე ერთმანეთს არათუ ხელს უშლის, არამედ პირიქით ერთმანეთს ეხმარება. ძლიერი თავისუფლების მოედანი იქნება ძლიერი პარტნიორი სხვა ჩვენი მეგობრებისთვის. და ფინალში მაინც აი ვიდრე დაგემშვიდობებით ლევან, მინდა ვიკითხო თქვენი აზრით ფრაგმენტაციაზე დგას თუ არა დღეს ივანიშვილის რეჟიმი? საპროტესტო მოძრაობის ოპოზიციური სპექტრის ეს ავტომატურად ნიშნავს თუ არა, რომ აი ეს ხელმოსაწერი დოკუმენტი, რაც ახლა ახლა გეკითხებოდა თუ თქვენ რაზეც საუბრობდით, ფორუმი, რომელიც უნდა გაიმართოს, არ უნდა იყოს რაღაცა ტიპის მხოლოდ სიმბოლური დატვირთვის, რომ ხელი მოვაწერეთ, დავიშალეთ, მე ყველაფერს ვაგრძელებთ ისე, როგორც იყო. ანუ რაღაც უნდა გადაიზარდოს თუ არა აუცილებლად თვალხილულ აქტივობაში. ივანიშვილის პარტიას საკუთარი ფრაგმენტაცია მოუღებს ბოლოს, ჩემი აზრით, ის რასაც სხვებს უთხრიდა და ორმოც. იმაში თვითონ ჩავარდება და რაც შეეხება აქეთ მხარეს, ხომ წინააღმდეგობაში მონაწილე საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას, იმიტომ რომ ყველა მონაწილეა, ყველა შეიძლება და ბუნებრივია ყოველდღიურად რუსთაველზე ვერ გამოდის, მაგრამ თანამოაზრე და თანაშემოქმედი ძალიან ბევრ მოქალაქეს უნდა აი ამ პოზიტიური ცვლილების იყოს და ამიტომაც ვაატარებთ აი ამ ფორუმს ჩვენ 8 თებერვალს საქართველოს გულისთვის, რომ ვაჩვენოთ, რომ ასეთი მოქალაქე მართლა ძალიან ბევრია და ამ ადამიანებს შეიძლება ანდო ქვეყნის მომავალი.